რა ვჭამოთ მესამე მსოფლიო ომში? იმისათვის რომ გავიგოთ რა ვჭამოთ მესამე მსოფლიო ომში უნდა გავიგოთ ჯერ რა ჭამდნენ მეორე მსოფლიო ომში. გაფრთხილება. ვიდეოს ყურება არ არის რეკომენდირებული თუ ჭამთ ან სუსტი გული გაქვთ. ბიჭები შეეცდებიან ჭამონ ის პროდუქტები, რომლებსაც ხალხი მეორე მსოფლიო ომის დროს ჭამდა, როგორც გემრიელი, ისე საზიზღვრობა, მაგრამ უფრო საზიზღვრობა. ნომერს ასრულებენ არაპროფესიონალი იდიოტები, ამიტომ თქვენ ეს საქმეში არ გაიმეოროთ. ზესუმზირა, ნიგოზი, ჩირი და კიშმიში. კი. მოკლედ, როგორც ჯემინაიმ თქვა, ეს არის ჯემინაის კითხე? აბა რა, ჯემინაის კითხე და მამაჩემს. მამაჩემ აბა ხო, ტვალის გაღდი მოიმარაგეო და რაღაცეებიო მითხრა. ტვალის გაღდას ვერ შევიდა. მოკლედ, ნიგოზი ძალიან დიდხანს ინახება, ზესუმზირა, ჩირეული, ოღონდ ერთი პრობლემა ისაა, რომ ეს ჩირი ძალიან ძვირი ღირს, მაგრამ საჩვენებელად რა ვიცი, აქედან შეიძლება დაიწყოს მომარაგება რა. ჩირი შეგვეძლო ჩვენთაც გაგვეკეთებინა, მე მგონი. ხო, მაგრამ ნიგოზი ძალიან დიდი ხანი ინახება რა. მე ვარ ადამიანი რომელსაც არ უყვარს აღაშეების ჭამა. აი ამას მომბაზგავსებ, ამდენი ხანი შეჭამდი. მე ბუნკერში ხარ. ადი წევს ზესუმზირის ჩირი და ქიშმიშის ჭამა. ყოველ დღე მას შეჭამდი? არა. აი მე ამას ყოველ დღე შევჭამდი მაგას. ის არის 1 კილო? 32 ლარი. 32 ლარი? მარილაქშერის საჭმელი ყოფილი. ხო, მეორე მსოფლიო ომის ვიმზადებით, ეს არ მოიმარაგოთ, იმიტომ რომ ძვირია. ნებისმიერ საჭმელში ქიშმიში თუ შემხვდა არ შევჭამ. მაგრამ ისე მიყვარს. ბაზარი არა, აი მაგალითად ჩიხით მასში ქიშმიში რო გამოიშტოს, იმას შანსი არ აქვს. საი ლარი კაცია რა მოდი. ამას ხა ჯემინაიმ თქვა რომ მესამე მსოფლიო ომში უნდა ჭამო ესო რა. თორემ მეორე მსოფლიო ომში რეალურად ნიგოზს ჭამდნენ. ოღონდ ძალიან ცოტა ხანი, რომ ნიგოზი მაგარია შეჭამ. ფუფუნების საშუალება იყო. შევჭამდი, ყოველ დღე შევჭამდი ნიგოზს. ხო, მაგრამ ყოველ დღე ძალიან ძვირია. ანუ ეს უბრალოდ არის მეგობრებო ის ვიტამინები რაც უნდა მიიღოთ. მე შევჭამდი მას. ყოველ დღე მე შევჭამდი. კი. ბიჭო, 4 სხვადასხვა რაღაცაა და არ მომბიჭო. მე ვიცი რა ჭამდნენ მეორე მსოფლიო ომში. ნახოთ. ასფალტსაც ჭამდნენ. ნახოთ, შეიძლება თუ გაუჭირდებოდა. ასფალტის ჭამოთ რა შეიძლება. ეს არის კონსერვი რა, ოღონდ რისი კონსერვია არ ვიცი. რაღაცები ვიყიდე. კონსერვი რა მეწხედა. ხო რა, ანუ უკვე მეორე მსოფლიო ომის დროს ჭამდნენ კონსერვებს და ძალიან ხშირად კონსერვებს ამას ჭამდნენ? ბიჭო, ზოგი კი? ანუ დაკონსერვებულ საჭმელს. ხო რა, ოღონდ ზოგმა არ იცოდა შიგნით რა მოვიდა და კინდერ სიურპრიზივით იყო რა. შეიძლება ამოსულიყო რაღაცა ატმის კონსერვი, ლობიოს, ციციბურა, რაღაცა ბარდა და აშლი. მე მგონია რომ ციციბურა არ იქნება. ციციბურა არ იქნება, ხო. კონსერვები ძლებს 3-დან 5 წლამდე დაახლოებით რა, კაი კონსერვებია. აბა ნახოთ ეს რისია. უშუნე? რა არის? ექშენ. ეს მე. ვაუ. ვაუ. ეს ამაგარი ბიჭი ხა ეს რა არის ვაფშე? ბიჭო, ბარდა. არ მინდა. მაგ ასე შევჭამე. ოლივიეში რა გემრიელია და ეს რა არის ხალკე. ოლივიე გიყვარს? კი. მეც. არა, კაია. ბიჭო არაფერს. არ უსუნო. კაია ეს. ბიჭო სუნს თუ არ ჩავწვი ნორმალური. ხო? ანუ სიმინდი. გემოს გიტოვებ. ბიჭო, სიმინდი და ლობიოს გემო აქ ერთად. ხო, ერთად. ხო? აუ რა უყურე ბიჭო, რა საზრობა არის? იცი რა გავს? ვიცი რასაც გავს? ფრედის მოჯმულს. ჩემი ჩამაყლაპირე და მე მოდღეში ჭამდი? არა, რა თქმა უნდა. რას თქვი მაგის მე რო ვაფშე აღარ. მარტო 5 კერძზე გვაქვს იმის მსვლელობა რომ შევჭამდით მეორე მსვლელი ომის დროს. ერთი უკვე გვაქვს, მეც არ შევჭამდი. ამას არ შევჭამდი, შანსი არ აქვს. ეს რა არის? ას შეგვიძლია ვითამაშოთ. და დამიწერეთ ახლა, მაინტერესებს მართლა ვინმე ჭამს საერთოდ. ამას მასეც არიოს. ეს არის ძმა mac and cheese. mac and cheese კაი. ოღონდ mac and cheese მეორე მსვლელი ომში იყო ხოლმე მაკარონით და ყვილის ფხვნილით რა. ძალიან დაბალი დონის მაკარონი იყო და ყველის ფხვნილს შობოდნენ ხოლმე, მაგრამ ეს ითვლება რომ არის ერთ-ერთი გადამრჩენელი ამერიკელი ხალხის რა. ეხა ეს გემრიელი იქნება, მეტყვი სულ გუნი უქენი მე მარა. ოხ, ეს შენ გააკეთე? ხო, მეცადე რომ სულ გამიგე. ამას შევჭამდი ძმაო. ბიჭო, ესეთი ვერ იქნება. ასეთ ხარისხის ახლა იასნია, ვერ იქნება, ომი თუ იყო, საჭა ბომბები მეცემოდა, ახლა ამ კიდია ამას როგორ. ხო, ანუ მაკარონი, ნუ ყველის ფხვნილით შეჭამდი ყოველ დღე? რა თქმა უნდა. მე რო იცოდე ყოველ დღე რა ჭამ და არ მბეზრდება. ანუ ყოველდღე ჭამ კვერცხს, ციციბურას ჭამ ყოველ დღე. არ მბეზრდება შეჩემა და ახლა ეს მომბეზრდებოდა. ვინმე თუ დიეტაზე ყოფილა და გიწევდათ რაღაცა სისულელეების ჭამა, იმიტომ რომ სადიეტო არის,
ყველა გაუძღებდა ძმაო. ანუ ეს არის დელიკატესი შეჩება. ეს არის საჭველები მეგობრებო, რომლებიც აი ბუნკერში უნდა ჭამონ რა, თორე ახლა ვიღაცამა შეიძლება თქვა რომ მე ძმაო სოფელი მაგ და ეგ დავთესა კარტოფილსა, პომიდორსა, მესმის. მინდა გაცდის. ხო ეგრე არ არის რა. მინდა გაცდის. პიანისტი ვისაც გაქვს ნანახი, იქ არის სცენა რომ ქალი მიდის ეკუთვნის საჭმელს რომ მეიღოს, ქალს ხედან გააგდებილებენ ამ საჭმელს და ძირს-დაგდებულ საჭმელზე მივარდება კაცს და ძირს-დაგდებულ საჭმელს იმან ასფალტიდან ვეჭამ და მე ეს ქალი უთყავს რომ უჭამო ასფალტიდან რომ მე უნდა ვჭამო რა და დადედი შიმშილობა იყო. საუბარი აღარა გოლოდომორზე რაც მოხდა უცროს შვილებს რო ჭამდნენ ხო? და გაწირო უწევთ ბავშვების და ტრაგედიას. მე მახსოვს ეგ დღე. ხო ამ ხიანისტი არც მაგ ნანახი. მე რომ სოფლე ომზე მაგ მარტო ნანახი. შინდლერის სიალოთ. არა. ფიური და შენ სროლები გევასება. მე რომ სოფლები მამეთ კიდია, პროტა და Inglorious Bastards მაგ ნანახი. კარი სადაც ბრედ პიტია რა. სადაც ბრედ პიტი. ტიპს გადა არ აინტერესებს. მომი კი არ მაგდა ბრედ პიტი. არა, ხო, ტიპს აინტერესებს სროლები და იქანა ტანკია და რაღაცები. პიანისტი ცხოვრება მშვენიერია არის. კლიფები მაგ ნანახი. TikTok-ს. მე ვარ როგორი ჯენზი, იცი ძალიან ჯენზი. არ შემ აი რაღაცა ნელი ფილმით რომ ოპენჰაიმერი არ მაქვს ნახე. ძალიან დებილობა. ოდისეაზე რო ვიყავი, კაროჩე აი იმას აფი და კარგი ფილმია, საჩემოდ რა. ოპენჰაიმერზე ჩამეძინა და გამომაღვიძა ფეხების ბაკუნის ხმარი უსებ შუა ფილმზე, მაგან გამომაღვიძა. ოხში. მე იცი რომ ფილმზე მეძინა? ავატარზე მეძინა. ავატარ 2-ზე მეძინა. რა შეიძლება? ანუ იმ action ფილმს სროლები და რაღაცები როგორ უნდა გეძინოს მაგათ 23 საათი არ მეძინა პროსტა. ნუ შეიძლება სხვა შორის გამოდებული სროლა რო არ შეიძლება მაგაზე შეგეძინოს. ხო, იმიტომ რომ White Noise-ად მიიღო. აი ზუსტად კი. და რომ მივედით კინოთეატრში და მეძინა შეჩემა პრემიერა იყო პოლონეთში ვიყავით. გურამამ შეჩემა ნახე რა მაგარი მომენტია. ზე ამ კიდია ბიჭო გამოგვაგდეს სასტო და ოზის გამო და სახკაროები ვიყავით დავდივდით და გურამამ ძლივსო ჩამეძინა და რაღაცა ნახე რა მაგარი მომენტია. იმის სახში უყურებ. შემდეგი ეს არის ვაზის ფოთოლი. ოღონდ რა თემაა იცი? ძრო ხავარ შეჭ. არა, ვაზის ფოთოლი პონჩი მოვიტანე რომ მეორე მსოფლიო ომის დროსო ჭამდნენ რომ ბალახებსო და ფოთლებსო, ანუ რაც მიუწდებოდა თორად ახლა. ამ სნობკაც ბალახი და ფოთოლი ვერ გაკადრე. ნახე რა მაგარი ფოთოლია, ამას ავიღე. ვა გადაირიე ბიჭო. ვაზის ფოთოლი ყველაზე კარგი რაღაცა ფოთლებში რაც შეგიძლია ჭამო რა. ნუ არ არის საუბარი ეკალაზე და რაღაცაზე რა. აი ფოთლად ამაზე კარგ ფოთოლს ვერ ჭამ არა. აი უბრალოდ ფოთლი დონეზეც კი ვაზის ფოთოლი ჭამო, მაგრამ აინტერესებს თუ მოგვიწევ. მოიცა როგორ უნდა ჭამო? მიდი ამა ნახე მე არ მეჭამია. აიღე ეს. არასოდეს ვაზის ფოთოლი. არც მე დილით რომ ვდგები. რა პივით გააკეთე შეჩება ისე გებრიელად გააკეთე რავი ნაჭამი გაგუგო. აბოკადოს გადაუსავ ხოლმე და იმე. მე აბოკადოს არ ჭამ. არა ქიშის კანას კიდე. ვაზის ფოთოლი როგორ არ უნდა ჭამოთ პიროთყები და აი ასე. დანაჩანგა. და მე კარგი გამიზრე შე. ფუ რა მაჭამა. აუ ეს რა იყო ბიჭო? მარილიანი რატო იყო ძმობას გამიძე? წნილია შეჭა მაგ ვაზის ფოთოლს აკეთებენ ვაზის ტოლმას. აუ ვაზის ტოლმა ყვა? ტოლმა ხო აი არ მიყვარს და ვაზის ტოლმის დედავატირე ამ დღის მერე. აუ დამარესტარტა. ის რო არის ხომ ხო იცი YouTube-ზე და წაგებული ჩელენჯი შეასრულებს. ვაზის ტოლმის ჭამა უნდა იყოს ჩელენჯი. ეს რა იყო ბიჭო? შენ ჩაღეჭე? ხო, მაგრამ ვეღარ გავყვა. ჩავღეჭე და ეგ რო ვიგრძელი ეს სიმჟავე და აი დღეს ჩემეთ ყოველას უდი ეს იყო ჯერჯერობით. ხო აი ასმია. აი ამაზეც უდი რა უნდა შემოვიდეს. ეს იყო იმენა შავი ზღვა რო შეჭამოს. აი ეგ რო იყოს მყარის ხეული და რო შეჭამო. ამას შეჭამდე? რა შევში გაგჭირე. მე არ შეჭამდე. რო ჩარეცხოთ მეგობრებო. ჩარეცხოთ? ეს არის ეს რა არის? ეს არის 75%-იანი საპონი. გიდა აქ აფო შეჭე. ვიდი ეს პეშ ჩაიდა და მე ჩაგას ხო? ვაიცა გითხრა. მეორე მსოფლიო ომის დროს ჭამდნენ საპონს და წებოსაც კი. ძალიან კარგი. უსუნე? ძალიან კაი აქვს. არა მას ჭამდნენ იმიტომ რომ ცხიმის გაკეთება მეგობრებო და ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც აქვს ადამიანს სასიცოცხლოდ რა ანუ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. წებოსაც ჭამდნენ მაგის აზრზე არ ვარ მაგრამ ეს ამას აქვს რაღაც ესეთი რაც სასარგებლო ადამიანისთვის თურმე. აიღე საპონი შენ ამ მოიწეცა. პარკი მოიტანე? ხო შეჭე. გემრიელა ჩაგვიჩოთ.
თუ დავტოვე კბილები, ნახ. რა უნდა ჩება. დავიდა. აუ ფიში გამიჭი. დედა ამას ამხელა ჩაუკვეცი. შეჩემა შენ კენია და მე ნახე შეჩემა. რა უნდა შენ ბიჭო ვაიცა ბლეკა. ეს რა? გამოდივა. ჩემი კაი. არა ეს არის კერძო მე შემედა დავიგინო რო არ შევჭამდი. ასაუნას ხასოს ხომ იყო შენ საშანსია. ერთს ვთქვით ხო მარტო შევჭამდით თუ. ბიჭო მაკენჩიზზე და მაგაზე კი ვთქვი. მაკენჩიზი. ანუ შენ სამი კერძი შეგიძლია და დაგჭამა მე 1-4. მარტოვანი გოზზე ვთქვი კი თქო. მაკენჩიზ შენ არ შეჭამდი? ხადაო. ეს ალბათ ისეთი გაჭირვება გვაქვს. ხო ერთ თებში დანას გვიწევს ჭამა. ზოგჯერ თებშიც არ გქონდა. ავტომატურად მო. და ეს თებშიც რაღაცა მე მგონი სხვათა შორის რა ხელით უწევდათ ხოლმე, ჭუჭყიანი ხელით უწევდათ ხოლმე ჭამა, ჭუჭყიანი ხელით ჭამდნენ ხოლმე, დიზინტერია იყო და მაგით ხდებოდა ძალიან ბევრი ადამიანი, რომ აი დაუბანლობით ძალიან ბევრი ადამიანი არის მკვდარი მეორე სრულიომში. ვერ იბანდნენ ხელს, ჭუჭყიანი ხელით ჭამდნენ. ჭამდენად შეუბანაო. მე? ხო. თვე არ გავარ ორი ბანავში. აი ხო იცოდი რაღაცა ეგეთი. ეს რა? ლობიო. მარა ძალიან ლამაზად გამოიყურე. ძალიან ლამაზია. აუ, მაგარი ლამაზია, შეიძლება სპეციალ. ლობიოს კონსერვის კილა ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კონსერვი იყო tomato soup. ბიჭო, აი ეს სითხე და ის რო გამოტოვო, მაგარი ლამაზი კი არის. შეჭამ? შეჭმით ვიდეოში შევჭამ ახლა, მაგრამ ისე არასოდეს. მარილი არა აქვს და? მე კატასტროფა არა. ბიჭო, ანუ მარილი არა აქვს რა, ერთი ეგაა პრობლემა თორე. ლობიოს კონსერვი არ ყოფილა ცუდი, ხო? მაგარი არა პრობლემული კაცი ხარ მაგში. ძვირი შესანახით მარი ვიქნებოდი შენ მენა. ძმობადოს მარილი რო უკნა გაიქნება. ბიჭო, ანუ არაა ცუდი, ახლა მართლა არაა ცუდი. პროსტა ლობიო ასე გიჭამიოდეს მე. ბიჭო, არა, იმიტომ ნახე ამ მეორე სულ ომში არ გექნება შესაკმაზი რაღაცები მარილის გარდა შეიძლება არაფერი არ გქონდეს შესაკმაზი და ახლა გინდა არ გინდა ეს უნდა ქნა რა. არა, მარილი რო ქონდეს მართლა მაგარი იქნებოდა, მაგრამ ლობიოს მაინც არ შეიძლება. მაგრამ ზოგადად მარილში უფრო ინახება რაღაცები, მაგალითად ხლა თევზი მარილში რო შეინახო, შეობოდი თან შეინახო უფრო. შენ შეჭამდი? ყოველ დღე. ამას მარილით? მარილით არა, დაგიხატავ. აი მე ვიღებ ამას. მეორე კერძად შენ შეჭამდი ლობიოს. აი მე არ შევჭამდი. შეიძლება ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცები აქვს ლობიოს, რა სასარგებლოა ძალიან. ბენის გაუხარდა ეს თაფლი ეგონა, მაგრამ ჩემი ფეხები, ეს არის ერბო მეგობრებო, ერბო ძალიან დიდი ხანი ენახება. როდის მე ერბო გაქვს ნაჭამი? არადოს ერბო არ მიჭამია სხვათა შორის. არ შენ? არა. ერბოზე ერთ-ერთი რაც ის გლახაკი და ქილა ერბო რო არის, ხო იცი? შავი პური. მეორე მსოფლიო ომის დროს შავ პურს ჭამდნენ ხოლმე და შავ პურზე უსვამდნენ ერბოს. მოიცა ამას მოусმინე? რა ვქნა, შეჭემა ეგრეა ძველს შავ პურს ჭამდნენ ხოლმე. კი ბატონო, სხვა შეიძლება სპეციალურად დუხოკაში რამოდენიმეჯერ გავახმე, რომ მაქსიმალურად მე მიყოვით ძველის ეფექტი. განსხვავება რაც არის ის, რომ ამას ობი არა აქვს მოკიდებული, რა მოკიდებულ პურსაც კი ჭამდნენ ხოლმე, მეორე მსოფლიოში ერბოს გადაუსვამდნენ ხოლმე და ყვებით ეღირებულება რომ მიიღოთ, რა ჯანმრთელები ყოფილან, ჯანზე ყოფილან და ცხიმი მიიღოთ, ესე ჭამდნენ. მოდი ჯერ შენ გიგიკეთებ ჩემო პატარა. ვაუ. რა გემრიელია. მოდი. ეს ღირდა 25 ლარი ეს კილო. რა შეჩემა სოფლიო ომია თუ? ბიჭო, ერბო ეხა, კაი, წავიდა. აუ, ვერ ხარო. აუხა. ნუ მოგრა დამივასა. იმენა ხევადი კარაქია. აღო ნუ რა გემრიელი. ნუ დავამატო. ხო, კბილებს დავტოვებ ამას შეჩემა. ბიჭო, არ ცუდი არა, მე შევჭამდი. შენ? ჩემი ძმახა, მეც. შევჭამდი. აბა ახლა არ მინდა რომ კბილები დავტოვო ზედ. მესამე კერძი ავუჭეთ უკვე ორივე. აი ეს სამი კერძი არის, აი წარბი არ ამიტოკდებოდა, ისე შევჭამდი. ეს თან ძალიან მოგიყვანდა ჯანზე რა. ჯანმრთელობისთვის ძალიან საჭირო არის ეს და ის რო იყო რა რაღაცა ვიტამინები რაღაცები. აი, ზემდეგი. აუ კიდე. ეს არის სპამი. ის სპამი კი არა, შენ რო ჯიმელზე მოგდის ხოლმე რომ
შენთან ახლოს მარტოსული ქალბატონია. მე არ მომდის ეგ. გაჭერდი. ეს არის სპამი, მეგობრებო. ამერიკელი ჯარისკაცების ერთ-ერთი საყვარელი საკვები. ხა როგორ მოხდა პირველი ისე წვენიანად რო შენ გადაიღე. აზმო. თითინაჭერი შენ. ამ გადაცემის საჭმელზე არავინ არ დაწერს კომენტარებში, შო? რა არის ხახო, რა საჭმელები გააფუჭეთ, ამდენ ხახშია. ვინმე თუ გენდობთ. ეს როგორ ჭამოა? არა, ეგ მაგას მეც ვიზავ, bro, მე უბრალოდ პირუტყვივით ხელით ხო არა შევჭამდი. ბოდიში ბატონო, მეორე მსოფლიო ომში არ იქნება სულ ამდენი ჩანგლები და რაღაცეები. ფაბრიკა ქარხნები მაგას დაიწყებენ მუშაობას, რომ მოდი დღეს ხეები გავჭეხოთ. მაგარი. კაი გასო. ნაუ პური, ერბო და ეს ჩემი და. კიდე მოწური. მაგათ გუჩ მაი. ბუტერბროდ. იცი ბუტერბროდი როგორ შეიქმნა? ნუ პური დააჭოთ დიზინტერიისგან, მაგას გამო პურს უსვამდნენ კარაქს. კარაქს გადაასვლიდნენ ხოლმე პურს, რომ აი ჭუჭყი და რაღაცა ემოცილიყო და იმ პურს ამდნენ ხოლმე, მაგრამ პურში კარაქი ესე ცხიმი ჯდებოდა ხოლმე შიგნით და ეს პურიანი კარაქი ბუთავღოთ. გამოიწვია ძალიან გემრიელი რაღაცა და ახლა გერმანული ალყის დროს შეიქმნა მაგარი საჭმელი, ბუთებღოთი. ბავშვობაში მაჭმენა სულ ამას ახლა გამოსცენა გემონი. ამ გადაცემის სპონსორია დედაჩემი, საუკეთესო ემიგრანტია და მსოფლიოში. დიახ. და აქვე ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავხადოთ END Productions, ბენის და ტოზას, რომლებიც ამ ვიდეოს იღებენ და ამონტაჟებენ END-ის შეგიძლიათ მიმართოთ. თუ გნებავთ გააკეთოთ და ძალიან საინტერესო კონტენტი, გაარეკლამოთ თქვენი კომპანია, მოკლედ არ ვალაპარაკოთ ამდენი და ნახეთ END TikTok-ზე და Instagram-ზე და მიხვდებით რა. აი მე რს ხوار ჭამ ჩემო ძმა. შევჭამდი. ამბო რა ზვიზავდი ხადო. ამას ომია შევჭამდი უეჭვე. მე სამსოფლიო ომის დროს კი არა ეხლა შევჭამდი ყოველდღე ფული რო იყოს. უბრალოდ bro, საშუალება არ იქნებოდა ამდენი რო გეჭამა ეს რა. ჩემი ეს რა არის? ომის დროს ადამიანები ჭამენ როგორც ცხოველებს, რას უყურებ ვახო რომ ისე ცხოველების საჭმელებს. ვახო ეს რას უყურებ ვახო? პედინგრის ძაღლის საჭმელი. უკრაინაში გოლოდომორის დროს კომუნისტებმა ქუჩის ცხოველების დახოცეს და შინაური ცხოველების კატა და ძაღლები დახოცეს, რომ ის არ ეჭამა ხალხს. იმიტომ პრაქტიკაში იყო რა პირველ მსოფლიო ომში მაგალითად ცხოველები ძალიან ბევრმა შეჭამა. ნუ საუბარი აღარა ვიგებ თხებზე და წერებზეც არაა საუბარი, ტარაკანი და კალიების შემოსევა თუ იქნებოდა ხალხს უხარდა რომ კალიების შემოსევა გაიჭიდა ბიჭო, შევერი არ ვიქნებით. მოდი შეგახსენე. ამას ხარა ჩავაყოლო მაგას ვფიქრობ. ჩემი თუ არ მეჩინოს, მე სამსროლო ომის დროს შევჭამდი. გას არჩევ. არა. ეთის არჩევა აღარ შეგვიძლია. რა სუნია. ბიჭო მე მევასეო. ბიჭო მომწონს სუნი. აი განსხვავდება მე იცი ხო რა. გადა მყავს და აი ეგ არის როგორი საჭმელი, იცი? სუნი ნახე. სუნი რო კარგი აქვს, მაგრამ გემურ არ უარგა. შელია პოს. აუ შელი. მომე შეჩემა. რაზა ბიჭო სწორად მეცხელები რა, მაგრამ ვინ მსხელებს ზალს საჭმელს მეც მაგარი ვარ. ახლა რო იმპოსტორი ვიყო და რეალურად რო ჭამდი, მაგრამ ევასებას და გაცი. აუ რა არის? ეს ჟელე უნდა ჭამო ახუში? შენ ძმაკაცი ისაცდები რომ ასეთი ხარისხის ზაღლის საჭმელი არ იყო მაშინ, ეხლა მზადდება ქათმის რაღაც ისგან. მაშინ მზადდებოდა ეს ასტაფილო. მოთა ჟელეს ავაყოლო? აყოლ. შენი. მოდი მის გადმოფუთხოს ის ხოს პარ. აუ აიმე. ახლა ეს. არა, მოვადი არ გადმოფუთხო ძმობას გაფიცი. წავიდა. 3 3 2 1 ჯე ბიჭო ეხა. ხო, საწავალ, შევჭამო, მოიწაიწამო რა უნდა და მომემზადო. მე ხოლოდ კატის. ვარდმაო. მაგარი პროცესია. ხელი მომკიდე. შენ ძმას პიცავე პარკში თუ ჩააფურთხებს, პარკს არ უსწრებს. ფეკ! თურმე ძაღლი კუც სატო გიგიძინებს წვადის დანახვაზე ამას როგორ ჭამს?
მე ჩამეყლაბა ცოტა. მე მაგიტო მომივიდა ეს ნახევარზე მეტი ჩავყლაბე. გამარესტარტ. შეჭამდი? რომ ითხრან ან ზაღლი უნდა ჭამო, ან ისო ძალწამი შეჭემა. ჩინელები ყლე. აბარა. ხოლმე რომ მოვიწამო და ეგ იმავით ხო რა მოგწამლა, რომელი უპასუხო. ხო გამოხ და უყაზე იგი რა ჭამეთ გუში და ზაღლის საჭმელი. გუში რა ჭამ. სარაცხის აპონი. ბიჭო ის გახსოვსო და გუში რა ჭამე ეგ არ მახსოვსო. ეგ მომენტი არ გეკრება. კიდე ცოტა ადამიანი მოკვდა მეორე მსოფლიო ომში ხო ყვიდი იჯება. ეს რა არის ბიჭო? გაბუჭებული პროდუქტი. დარს უყურებ მგონია შენ ძმობას ფიცავა. Oh fuck. რა არის ეს? რა იყო? კექსი იყო. მწვანეა, შეხედე? აუ, აი. არა, ამის ჭამას მართლა ვერ გავრისკავთ. ბოდიშონს. არ შევჭამდი. არა, ბოდიშონს მოყოლებლებთან თუ გეწყინა, დაწეთ ვიდეოს კომენტარებში, იმედი მაქვს ამ ვიდეოს ჭამვიდეოს არ ხო. ეს ატო განახე, იცი? ჩვეულებრივად ჭამდნენ ეს რაღაც, არ აინტერესებდათ. უღირდათ, რომ ეს ეჭამათ მოწამულიყვნენ. ამიტომ ჩვენ არ გვიღებს რომ მოვიწამოთ, სანამ არ ავალთ 100.000 გამომწერს. ანუ 1-2 თვე არ გვიღებს რა. ოპა! ეს არის აღმოსავლეთის ფრონტის მეფე. აღმოსავლეთის ფრონტზე სლავებია? არა, შეჩემა. სალა. სლავები ჭამდნენ სალას, ნიორს და შავპურს. ეს არის იმით, რომ თავი დაიცვა გაციებისგან და ძალიან ბევრი ვიტამინი აქვს აი ამ საზიზღრობას. ჩაუ რა გამიძრო პური მეთქი და მართლა მესამე მსოფლიო ომში მაგინდა რეჯი. ჯერ რომ უნდა ჩავკუჩა. ერბოიანი პური მომწ. აუ რა მადის დამკარგებად ჭამ. ხა გამიგეთე? ტვალები ამეწარ და სატვალები კეთდი. არა კაცო იყო რა კაია იცი? რა ბიჭო რა არის კაი? შენ ძმობას ვიწავარ ჩაკმიჩე და ნიორი მიატანე. მაგიტომ მოიგეს რომ მე მეგონია დამპალმა კომუნისტები. ხო ვიყავი სახში რას მოდიოდი. აუ ყოლები გვარა გო ქასია. არის არა. რა მაგარი გითხრა? მიდი. ვიღებ ამას. შეგვიძლია ვიწავ. მე ხუთი გაზია შემწეს. შანსერა მომავალ 20 წელი შევჭამო. მე სამსაუბრებო დროს ყოველდღე შევჭამო. იმიტომ რომ ძალიან სასარგებლო იქნებოდა. სასარგებლო ქონი ვერ იქნება, მაგრამ აი გადარჩენისთვის ძალიან სასარგებლო იქნებოდა რა საჭირო. იღებ? არას მოაშორე. ბოლოს წინა ლოტი? აიღებ? ავიღებ, არა ის კიდე მე რა ვიცი. სხვათა შორის ეს გასახსნელიანი წამოვიღე, იმიტომ რომ მეზარებოდა ამაზე ჩაიშთორე, გასახსნელი არის ხოლმე დანებით უნდა გაგვიხსნა და რაღაცა. ის რა? ეს არის ყველაზე იაფასიანი ესეთ თევზი მეკავს. რა არის ბიჭო? თევზი. აი ეს რაღაცა ფარშივით ვარ, ეგ არის თევზი რა. თევზი, სიმინდი, ლობიო და ამას აქვე არ მახსოვს. აი დინა მაგარი გითხრა. ძაღლის საჭმელზე უფრო ნაკლებად მინდა ამის გასინჯვა. 2.40 შეხედა ეს შეჭი. 2.40 შოკონაგეdes ამდენი რაღაცა. ყარ ვარ. შენ სულ ყარხაპოს და ეხა და ესეც ყარს. ვაფშე სული არა აქვს რა არის. არა თუ. მე მაგასო თევზი. რა ძალიან. მე შევჭამე. მომბაზოს მართლა? მე ხები ვერ იგზენი პირში? გამიმართლა ესე იგი. ძალიან ბევრი ფხაშება. აი არ შევჭამდი მაშინ ხევი თუ არის არ შევჭამდი. არ შეჭამდი? არ შევჭამდი. ანუ ბოლო კერძზე და ეგ მიგაქვიჭო. მიმა. არა, всё, ნახავ. დღეისათვის ბოლო კერძი? გაგეშრო შეჩემა. გამეშრო კაია. მოხარშული ტუფლი შეჩე. და ზოგონ ნოჭა. ვის ეცვა ეს? ვის ეცვა? მამაჩემს. ანუ ტუფლი გინდა რომ ჭამო, ბრო? ტუფლი გინდა რომ ყოველდღე ჭამო? ანუ გიწევს. მეორე მსოფლიო ომში ტუფლებს ჭამდნენ. 8 საათი ხარშავდნენ ხოლმე ტუფლებს და ტუფლის ტყავის ტუფლის იმას რა ქვია, სტუნიანს მიირთმევდნენ ხოლმე და არ ვიცი ალბათ ნახე გაქვთ
ჩარლი ჩაპლინის ოქროსიებს ხელება და იქაც მეგონი ოქროსიებს ხელება შეიძლება ჩარლი ჩაპლინო ტუბს ხარშო და ჭამს. გაგიმარჯოს. თასმები თუ არ გიყვარს მომეს მე თასმა მიყვარს. ენა მიყვარს მე. და ეს როგორ უნდა ვჭამო ახლა შეჩემა. თლაჭას. აფის. პირში რა გაჭვეს ბიჭო ტუბს. კაი შეჭ. არიჭმევა ხო როგორ? შეფიკაკი. შებიჭო ავად ყოფილი. არიჭმევა. მე მეგონა პროსტა დავხედავდი თუ არა მაგარია რას ჭამდნენ ამანი. შებიჭო. აბა შენის ტუბლი ჩაღეჭე შეჭი. აუ კაი შეჭე დებილია. არა. მოკლედ არიჭმევა. და ისა დანაჩანგარ დაჭერი შეჩემა პირუტყვივით რო ჭამ ხელებით. ტუფლის ჭამის კულტურული ხერხები რო გითხრათ მეგონა როგორ შეიძლება? აი რა გვასწავლა ამ ვიდეომ. რა გვასწავლა ამ ვიდეოში? რომ მეზიზღები. ხო, როდესაც ამ მეზამზობლები არ ვიცით, მაგრამ ფაქტია რომ უნდა მოემზადოთ, უნდა მოიმარაგოთ ხოლმე პროდუქტები და ჰიგიენური საშუალებებს უნდა მოიმარაგოთ რა, სპირტი, ბინტი რაღაცეები. ალკოჰოლი მოიმარაგოთ, იმიტომ რომ ალკოჰოლთან დალებთან დაისხავ რაღაცა. ო, კარგია, ლუდი თუ არ ლუდი. არ ვიცი, ლუდი აი სპონსორი რო იყოს, ვიტყოდეს რომ აი არა, მარაგეთ. ლუდი შეიძლება თუ იმენას სპირტნოე იყოს. ყველაფერი შეიძლება. მაგრამ ჯობია რომ ვისკი და ეგეთ რაღაცები იყოს რა. ვისკი არ მეყვარს. არა. ბოდიში ხა იაგერმაისტერს ჭირლობაზე ვერ დავიდებთ ბენი. ჩვენ გვაპატიეთ, ბენის იაგერმაისტერი უყვარს. მაპატიეთ ხალხო თუ ამ ვიდეოში რაღაც ბევრი საზღვრების ნახვა მოგიწიათ, მაგრამ რა ვქნათ, ვერ გააკონტროლებ ამ კაცს ზოგჯერ. მე არ მეგონა ნამდვილად რომ ტუბს პირში გაითხრიდი. დაიმახსოვრებელი შენ პატარა ხარ არის თავარი დაეცადა. თქვენს მეგობრებო თავარი გაეცადოთ რომ ეს ვიდეოს დაალაიქოთ თუ ვერ დაალაიქეთ მაინც გვიყვარხართ რომ ეს ვიდეო ნახეთ და კრიტიკულ კომენტარებსაც ვკითხულობთ და გულთან ახლოს მეგობრებო და გუწყინს. არხი გამოიწერეთ, ვიდეო დაალაიქეთ და მე გაზრდოთ პირობას რომ შემდეგი ვიდეო იქნება საერთოდ არასაზღვრობა. ამ ერთი ვიდეოთ შემოვიფარგლებით და ამოვიწურებით ამ საზღვრობებით და ჩვენ ვაპატიეთ და იმედი მაქვს რაღაცა გაიგეთ ვახოსგან, იმიტომ რომ კარგი ინფორმაციები მოგცან და იმედი მაქვს იხალისეთ იმით, რომ ძალიან პრინცესა ვარ და მე ჟელიბონებზე გაზრდილი ადამიანი ვარ. გახსოვთ ხო რა თქვა? პირობას გაძლევ თუ ანუ ეს გაძლევ პირობას, მე არ გაძლევ. მე პირობა ჩემი შევასრულე ამ ვიდეოშიც. კარგადაო.